გადაცემა, რომელიც ძალიან ფართოდ შეეხება ყველა იმ პრობლემას, რომელიც ჩვენ ქვეყანას, ჩვენს ხალხს, ჩვენს მოქალაქეებს აწუხებს. ყოველ კვირას 20 საათზე ერთი ადამიანის უფლების დარღვევაც კი აბსოლუტურად აუფასურებს თუნდაც 100,000 ადამიანის უფლების დაცვას. ტელეკომპანია ქართული არხის პირდაპირ ეთერში. როგორ მოვედით ამ დასავლურღილებულებებამდე? შეუძლია კი საქართველოს დამოუკიდებლად იარსება. უყურეთ ნანა კაკაბაძის საავტორო გადაცემას გამოყოფის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება. და ის შეიძლება შეიზღუდოს თუ სამხედრო ეროვნულ უშიშროებას. ჩვენი უფლებები. ყოველთვის საზოგადოებაში როლი ერთ-ერთი უპირატესი იყო, რა თქმა უნდა, ახალგაზრდების. მოგესალმებით. დღეს ჩემი გადაცემის პირველი დღეა ტელეკომპანია ქართულ არხზე, ამიტომ მინდა უპირველეს ყოვლისა მივესალმო ამ ტელევიზიას და უსურვო წარმატებები მომავალში, ასევე მინდა მივესალმო ჩვენს ყველა ტელემაყურებლებს, რომელიც შემდგომში დღეს და შემდგომში დაინტერესდებიან ჩვენი გადაცემებით. მინდა განსაკუთრებულად მოულოცო დღევანდელი დღე ქალბატონებს, ვინაიდან დღეს 8 მარტია და უსურვო მათ წარმატებები თავიანთ ცხოვრებაში. ეხლა ჩვენი გადაცემის სათაურია ჩვენი უფლებები. მინდა გითხრათ, რომ ეს არის გადაცემა, რომელიც ძალიან ფართოდ შეეხება ყველა იმ პრობლემას, რომელიც ჩვენ ქვეყანას, ჩვენს ხალხს, ჩვენს მოქალაქეებს აწუხებს. ეს იქნება როგორც ადამიანის უფლებებზე გადაცემები, ისე ზოგადად ქვეყნის პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ წარმატებებზე, მის პოტენციალზე. დღევანდელი გადაცემა იქნება უფრო ზოგადი, ვინაიდან ეს არის პირველი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დღესაც ჩემის აზრით თემა, რომელიც დღეს ჩვენს ეთერში გაჟღერდება, იქნება ასევე საინტერესო. ჩვენ გვინდა შევეხოთ ისეთ თემებსაც, რომელიც შეიძლება ითქვას ტაბუირებულია, ან მის მიმართ არსებობს რაღაც განსაკუთრებული კლიშეები, არსებობს რაღაც მოდური მიდგომები. ჩვენ გვინდა ჩვენი პოზიციები უთხრათ საზოგადოებასთან ერთად ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე და სწორედ აზრთა სხვადასხვაობით გამოიკვეთოს ის ჭეშმარიტება, რომელიც ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის იქნება მისაღები. დღევანდელი ჩვენი გადაცემა მინდა მიეძღვნეს იმ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას, რასაც ჩვენი ქვეყნის ორიენტაცია ქვია, მაგალითად დასავლური ორიენტაცია, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ აირჩია როგორც ქვეყნის მომავლისკენ სწრაფვისათვის და ჩვენ ვიცით, რომ მიუხედავად მრავალი ტელეკომპანიის არსებობისა ქვეყანაში დაწყებული საზოგადოებრივი მაუწყებლიდან დამთავრებული რუსთავი 2-ით პროპაგანდა მიმდინარეობს იმაზე, რომ ქვეყანამ აირჩია დასავლური კურსი. მაგრამ ინფორმირება იმასთან დაკავშირებით თუ რა არის ეს დასავლური კურსი და რას ნიშნავს დასავლური ღირებულებები, ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას აქვს გაცილებით მწირი და შეიძლება ითქვას იმ ადამიანთა რაოდენობაც კი, რომელმაც მხარი დაუჭირა დასავლეთისკენ ქვეყნის სვლას და რეფერენდუმის დროს თუ პლებისციტის დროს ხმა მისცა ნატოს გაწევრიანებას არის თუ დასავლეთისკენ სვლას, მათაც კი აქვთ ძალიან მწირი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს ჩვენი სვლა დასავლეთისკენ. რა არის ის ძირითადი ღირებულებები და ის ქვაკუთხედი, რასაც უნდა ეფუძნებოდეს სწორედ დასავლური ორიენტაცია და რა არის ის, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ამიტომ მე მინდა გითხრათ, რომ დღეს ჩემთან ერთად სტუდიაში იმყოფებიან სტუმრები, რომლებიც მე შევარჩიე როგორც ექსპერტები ამ მიმართულებით. ისინი არიან იურისტები, ადვოკატები. თქვენ მათ მე მგონი კარგად იცნობთ. გელა ნიკოლაიშვილი, რომელიც არის ადვოკატი და უფლებადამცველი, გია ტაბლიაშვილი, რომელიც ასევე არის ადვოკატი და უფლებადამცველი და რომლებიც დღეს ჩემთან ერთად სწორედ იმსჯელებენ და ისაუბრებენ იმ თემაზე, რაზედაც მე მოგახსენეთ. გელა, მე მგონი შენგან დავიწყოთ, იქნება ესე უფრო სწორი, რომ პირველი კითხვით შენთან გადმოვიდე ის, რასაც ქვია ჩვენი სვლა დასავლეთისკენ. რა არის შენთვის როგორც ერთ-ერთი მოქალაქისთვის, რა არის ეს დასავლური ღირებულებები და რა არის აი ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან აი ეს პიარი, რომელსაც ადგილი აქვს ტელევიზიებში. მოგახსენებთ, ასევე მივესალმები ჩვენს მაყურებელს, კეთილი იყოს ჩვენი ფეხი ამ ტელევიზიაში. დღევანდელი დღე ასევე მინდა მიულოცო ქალბატონებს.
ლოგიკის მიხედვით ჩვენ ალბათ ქალთა უფლებები უნდა დავგვეწყო, რადგანაც დღეს 8 მარტია, მაგრამ ეს ერთ-ერთი კონკრეტული უფლებაა და ჩვენ ზოგადად ვისაუბრებთ და ალბათ ამ უფლებასაც შევეხებით თუ მოვასწარით ქალთა უფლებებს. თუმცა ზოგადად იმ ღირებულებებზე, რაზეც დავიწყეთ საუბარი, დასავლური ღირებულებები, ზოგადად ეს მართლაც ყველამ ვიცით, მაგრამ როგორ მოვედით ამ დასავლურ ღირებულებებამდე დღეს, როგორ გვესმის ეს თითოეულ ჩვენგანს, სხვათა შორის ძალიან ხშირად არის ხოლმე ისეთი შემთხვევები, რომ სიტყვით ვამბობთ დასავლური ღირებულებები, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და როდესაც ჩაუღრმავდებით, ყველა სხვადასხვანაირად გულისხმობს ამას, ყველა სხვადასხვა გაგებასდებს ხშირ შემთხვევაში და ზოგჯერ სწორ, ზოგი არასწორს მაგალითად და ეს გასაკვირი არ არის, ეს დღევანდელი დღის პრობლემა არ არის მხოლოდ მაგალითად, როდესაც კომუნისტური რეჟიმი მყარდებოდა და მთელი კომუნისტური რეჟიმის არსებობის მანძილზე ჩვენ ვიგებდით, გვესმოდა, რომ ყველაზე ჰუმანური, ყველაზე დემოკრატიული, ყველაზე კაცთმოყვარე და ყველაზე პროგრესული იყო სწორედ სოციალისტური რეჟიმი, სოციალისტური საზოგადოება, რომელიც მიდიოდა კომუნიზმის მშენებლობისაკენ და სინამდვილეში იმის უკან რა იდგა ჩვენ ხშირად გვიან ვიგებდით ხოლმე თუნდაც 30-იანი წლების რეპრესიებს ადამიანების მიმართ აი ესეთ ველურ დამოკიდებულებებს, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას და სხვა აზრის გამო ადამიანების ხშირად დაპატიმრებას და ზოგჯერ სიკვდილით დასჯასაც კი. მაგრამ იმას ეს ერქვა. დღესაც სამწუხაროდ აი გასულ 10 წლეულის პერიოდს რო გადავავლოთ თვალე, ყველაფერი მიმდინარეობდა დასავლური ღირებულებების ლოზუნგებით. ამ შეფუთვით, რომ თითქოს სწორედ დასავლური ღირებულებები იყო ის ქონების ჩამორთმევები, უკანონო პატიმრობები, თუნდაც ესეთი სასტიკი მოპყრობები და არადამიანური მოპყრობები ციხეებში, თითქოს ეს ყველაფერი ჭირდებოდა იმ რაღაც ნათელ მიზანს, რომელსაც საზოგადოება აშენებდა და ჩვენი ხელისუფლება გვეუბნებოდა, რომ აი სწორედ ეს არის ეს დასავლური ღირებულებები. მაგრამ რეალურად ეს ღირებულებები არის გაწერილი ყველა იმ დოკუმენტში, საერთაშორისო ნორმაში, რომელიც დაწყებული, შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი გაგება დასავლური ღირებულებების არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული, იმიტომ რომ მეორე მსოფლიო ომამდე ეს რაღაცა ნათელი მომავლის და ყველაფრის პანაციად ითვლებოდა დემოკრატია, ანუ უმრავლესობის აზრის უცილობელი მიღება ყველაფერში. და სხვა შორის ამან მოიტანა ის ამბავი, რომ უმრავლესობის აზრმა და უმრავლესობის არჩევანმა მოიტანა ჯერ ფაშიზმი გერმანიაში, ფაშისტური პარტია გერმანელებმა თვითონ აი უმრავლესობით აირჩიეს. იქ გაყალბებები არ ყოფილა, იმიტომ რომ ისეთ სოციალური ვითარება იყო იქ, რომ ფაშისტები უმრავლესობის დემოკრატიული გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში. მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე დემოკრატიული გზით არჩეულმა ხელისუფლებამაც შეიძლება ისეთი საშინელებები დაატრიალოს, როგორც მივიღეთ მე-20 საუკუნის შუა ხანებში ფაშიზმის სახით და აი ამ დროს დაფიქრდა კაცობრიობა, რომ თურმე შეიძლება უმრავლესობაც შეცდეს. ამიტომ მას სჭირდება რაღაცა გარკვეული ჩარჩოები, გარკვეული ჯებირები, რომ იმის იქით თუ გადახვალ, რაც არ უნდა უმრავლესობა იყოს, 100-დან 99% რო ამბობდნენ ამას და 1% სხვა შეიძლება თუ იმ ღირებულებებს იცავს და იმ ჩარჩოებს იცავს, ის 1% იყოს უფრო მართალი და აი მაშინ შეიქმნა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია 1948 წელს, რომელმაც შემდეგ გარკვეული სახეცვლილებები კი არა, უფრო გაღრმავებული სახით, ცალკე დაკონკრეტებული სახით 1966 წელს პოლიტიკური პაქტი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტი პოლიტიკური უფლებების შესახებ და მეორე პაქტი სოციალური უფლებების შესახებ 1966 წელს მიიღეს და შემდეგ სხვადასხვა გაეროს თუ სხვადასხვა ეუთოს ორგანიზაციებმა მიიღეს სხვადასხვა ეს დოკუმენტები და იქ ნათლად აისახა ეს უფლებები, ეს ღირებულებები, ეს ჩარჩოები შემოისაზღვრა და დღეს ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ ამ ღირებულებებზე, სწორედ ამას ვგულისხმობთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს შირმა, არ უნდა იყოს რაღაცა შესაფუთი საგანე თუ ობიექტი, რომლის საშუალებითაც ჩვენ ხშირად ვიღებთ ხოლმე ისეთ უფლებადარღვევებს, რომლებიც შეიძლება არც კი დაგესიზმროს აი ამ ფონზე, რაცაც ქვია დემოკრატია, რაცაც ქვია ადამიანის უფლება. თუ შეიძლება ჩაგეკითხები გელა, აი როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ დასავლურ ღირებულებებზე და იმ ფასეულობებზე, რომელისკენაც ქვეყანა უნდა ისწრაფოდეს,
ძალიან კარგად თქვი, რომ წინა ხელისუფლებამ ეს ყველაფერი გაიგივა უკანონო დაჭერებზე, წამებაზე და ღირსებით შემლახავ მოპყრობებზე, ქონების უკანონო ჩამორთმევაზე და საზოგადოებაში გაჩნდა განცდა, რომ ერთის მხრივ ხელისუფლება ლაპარაკობს, რომ ჩვენ მივდივართ დასავლეთისკენ და მეორეს მხრივ ხედავენ, რომ ამ ხელისუფლებას აქვს დასავლური მხარდაჭერა და რეალობა რა არის, რომ თურმე დასავლეთისკენ სვლა და ეს ყველაფერი რაც მიუღებელი არა მარტო დასავლეთისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის და კაცობრიობისთვის მიუღებელი პრინციპები თურმე ყოფილა მისაღები. ანუ საზოგადოების გაუცხოება და საზოგადოების განწყობა ნელ-ნელა პროდასავლურისკენ კი აღარ მიდიოდა აი ამ ხელისუფლების მერე. ჩვენ მაგალითად გამოკითხვაც გვინდოდა ჩვენ ორგანიზაციას თუ გახსოვთ, გვინდოდა ესეთი გამოკითხვა ჩაგვეტარებინა, შევარდნაძის დროს უფრო იყო ქვეყანა პროდასავლური თუ სააკაშვილის დროს და ჩვენ დავინახეთ, რომ სააკაშვილის დროს განსაკუთრებით პროდასავლური ღირებულებები და პროდასავლური სვლა, დასავლეთისკენ სვლა ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის არ იყო მისაღები. არ იყო მისაღები, იმიტომ რომ მათ დაინახეს, რომ თურმე ეს ყოფილა დასავლეთი, ამას უჭერს დასავლეთი. მხარს და სამწუხაროდ, როდესაც ეხლა მინდა ამ გადაცემაზეც გადავიდე, ამ გადაცემაზე თქვა 2 სიტყვა, როდესაც მქონდა შემოთავაზება მიმეღო მონაწილეობა ამ გადაცემაში, პირველი რაც ვიფიქრე და რატომაც ჩავთვალე მნიშვნელოვნად, რომ ეს გადაცემა უნდა შემდგარიყო, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, აქ უნდა ამ სტუდიაში უნდა მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც სწორ ინფორმაციას მიაწოდებენ საზოგადოებას, რა არის დასავლური ღირებულებები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შემდგომში არჩევნების დროსაც, რომ რა არჩევანს აკეთებს ქვეყანა. იმიტომ რომ თუ კი ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ პიარზე, ანუ ტელესივრციდან მიღებული პიარით გავაკეთებთ არჩევანს, რომ აი უნდა წავიდეთ დასავლეთისკენ და ამ დროს გაცნობიერებულიც კი არა გვაქვს, რა არის ეს დასავლეთისკენ სვლა, ეს არის წამებისკენ, ღირსების შემლახავი მოპყრობისკენ, პატიეთა გაუპატიურებისკენ, აღურახსნილობისკენ სვლა არის ეს თუ ეს არის რაღაც სხვა. აი მაგალითად ერთ-ერთი არ მინდა ხა ერთ-ერთი გადაცემა დავასახელო, რომელ გადაცემაში ძალიან ცნობილი ჟურნალისტის გადაცემა იყო და ძალიან ცნობილი ჟურნალისტი ეკითხება იქ რესპონდენტს. ეს რესპონდენტი იძახის, რომ ჩემთვისო მიუღებელი არისო, მაგალითად LGBT ორგანიზაციაო და მიუღებელია საერთოდ ამ ადამიანების უფლებების ესეთი პროპაგანდაო და ტელევიზიებით ასე და ის ეუბნება, რომ ესე იგი შენთვისო თუ LGBT არის მიუღებელიო, ესე იგი შენ დასავლეთს უარყოფო. და ამითი იმ ჟურნალისტს ეგონა, რომ აკეთებდა პროდასავლურ, ესე ვთქვათ, პიარს და რეალურად მან მიიღო აბსოლუტურად საწინააღმდეგო განწყობა, იმიტომ რომ მეც რომ ყოფილიყავი გაუცნობიერებელი ადამიანი და როდესაც გეუბნებიან, რომ თუ შენთვის რაღაცა არის მიუღებელი, ამიტომ შენ და ეს არის დასავლეთი, რომ დასავლეთისთვის მხოლოდ და მხოლოდ LGBT-ია მისაღები და თუ ამას შენ უყურებ ეჭვის თვალით, რომ ამის პროპაგანდა შეიძლება თუ არ შეიძლება და გეუბნებიან, მაშინ ესე იგი შენ არ ახარ პროდასავლელი. მე ვფიქრობ, რომ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა იტყვის, რომ მე არა ვარ პროდასავლელი. ანუ ასეთი არასწორი პროპაგანდით, ასეთი გაუცნობიერებელი ადამიანების ჩართულობით ამ პროცესში ღებულობთ უკურეაქციას, ანუ საზოგადოების განწყობას კი არა დასავლური ღირებულებებისადმი, არამედ ანტიგანწყობას და ეს შედეგები, რაც ჩვენ 77% რაც თქვათ პლებისციტმა დააფიქსირა სააკაშვილის არჩევნების დროს, ეს იყო აბსოლუტურად ხელოვნური ციფრი რა გაგებით, იმ გაგებით, რომ საზოგადოებას გაცნობიერებულად არ ქონდა გაკეთებული არჩევანი, რა არის პროდასავლურობა და ეს რატომ არის სახიფათო, იმიტომ რომ ყველა ხელისუფლება, თქვენ გახსოვთ ალბათ ზვიადის ხელისუფლებაც, შემდგომ შევარდნაძის ხელისუფლებაც, სააკაშვილის ხელისუფლებაც და დღევანდელი ხელისუფლებაც აღიარებს, რომ დასავლეთის და საერთოდ გარე ქვეყნების ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენთან ხელისუფლების არჩევასა თუ შენარჩუნებაში და მაშინ თუ კი ეს ასია და ეს ნამდვილად ასია, ის ძალა, რომელიც მოახდენს შენ ხელისუფლებაზე ზეგავლენას და დანიშნავს იქნება თუ მხარს დაუჭერს ამა თუ იმ ხელისუფლებას, როგორი ორიენტაციაც ექნება იმ ხელისუფლებას, ისეთი გადმოვა ადამიანებს, ვინაიდან პროპაგანდის მანქანა იმაზე იმუშავებს და საზოგადოებას არ ექნება გაცნობიერებული თვითონ რა არჩევანს აკეთებს. განსხვავებით მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნებისგან, როდესაც ბალტიისპირელებმა ძალიან კარგად იცოდნენ მათ
მათ ხალხს რა უნდოდა, რა არჩევანი უნდოდა და ამიტომ გარეშე მტერს, ვინც გარედან მათთვის ხელისუფლების დანიშნას ცდილობდა თუ ფიქრობდა, ყოველთვის ჰქონდა გააზრებული, რომ ამ ხალხში გარე ფაქტორს, გარედან სხვა სახელმწიფოების გავლენას ხელისუფლებაზე არ აქვს აზრი, იმიტომ რომ რაც არ უნდა გარედან დაუნიშნოთ ჩვენ მათ ხელისუფლება, ხალხმა იცის რა უნდა მათ და ნებისმიერ ხელისუფლებას მოსთხოვს იმას, რაც არის ხალხის ნება. ამიტომ ჩვენ ადამიანებს უნდა ველაპარაკოთ ფაქტიურად არა იმენით, რაც დღეს მოდაშია. სხვადასხვა ტელეკომპანიებში თუ სხვადასხვა გადაცემებში, არამედ უნდა ველაპარაკოთ იმენით, რა ენასაც და რა ღირებულებასაც ატარებს დასავლური ღირებულებები და ჩვენ მათ უნდა აუხსნათ, რომ განსხვავებული აზრის ქონა ეს მიუღებელი კი ნებისმიერ თემაზე, ეს LGBT იქნება თუ მიუღებელი კი არა, ეს არის აუცილებელი პირობა განსხვავებული აზრის ქონა, ეს არის აუცილებელი პირობა დემოკრატიული განვითარებისთვის და ევროპული ღირებულებების დამკვიდრებისთვის და არა პირიქით. სწორედ აი ამ განსხვავებული აზრთა ჭიდილში უნდა გამოიკვეთოს ჭეშმარიტება. ეს არის დემოკრატიის ყველაზე დიდი მონაპოვარი, ეს არის დასავლური ღირებულება და აქეთკენ უნდა მივდიოდეთ ჩვენ და როდესაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ შენ ნებისმიერ საკითხზე არა გაქვს კითხვის დასმის უფლება, მაგალითად გახსოვთ ალბათ, გონი გივით არგამაძემ გამოაცხადა, რომ ჩვენო არა ვინც ეხლაო კითხვას დაასვავსო ნატოში გვინდა თუ არა გაწევრიანება, ის ქვეყნის მტერიაო. როგორ შეიძლება კითხვის დასმის უფლება რაიმე თემაზე იყოს აკრძალული? და როგორ შეიძლება ის იყოს ტაბუირებული ნებისმიერ თემაზე, რა თემაზე უფალზეც კი შეიძლება ადამიანმა დასვა კითხვები და მიიღო პასუხები და როგორ შეიძლება ქვეყნის ორიენტაციაზე, ან თუნდაც სექსუალურ ორიენტაციაზე იქნება ეს, პოლიტიკურ ორიენტაციაზე იქნება ეს თუ სხვა ღირებულებებზე, როგორ შეიძლება კითხვის დასმის და ამომწურავი პასუხის მიღების საშუალება არ გქონდეს. ამიტომ ჩვენი გადაცემის მთავარი მიზანი არის, რომ დავსვათ სწორი კითხვები და გავცეთ ამომწურავი პასუხები, მაყურებელმა დაგვისვას კითხვები და გავცეთ მათ ამომწურავი პასუხები იმ თემებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი, რა არის გადამწყვეტი და მათზე საზოგადოებას უნდა გქონდეს სრული ინფორმაცია და არ უნდა იყვნენ შეყვანილი შეცდომაში, არ უნდა იყვნენ ისინი მსხვერპლი პიარის და განსაკუთრებით არასწორი პიარის და არ უნდა იყვნენ ეს ადამიანები იმ კლიშეების, იმ იარლიყების, ესე ვთქვათ, ტყვეობაში, რომელსაც დღეს აქვს ჩვენ ქვეყანაში. აი მაპატირო სიტყვა გაგაგზავნე. მე ორ წინადადებას დავამატებ უბრალოდ, ესე იგი რო შევაჯამოთ ჩვენ, ესე იგი მოგვიწევთ, თქვენ უბრალოდ მოგიწევთ წამყვანს ამ გადაცემაში იმ დისკრედიტაციის წინააღმდეგ ბრძოლა, რაც მოხდა ევროპული ღირებულებების მიმართ ბოლო 10 წლების განმავლობაში. იმიტომ რომ ნამდვილად ეს ღირებულებები ბოლო 10 წლებში ჩვენ ქვეყანაში იქნა დისკრედიტირებული, ხშირად დაპირისპირებული საგანს წარმოადგენდა და არასწორად მიტანილი საზოგადოებამდე და ალბათ ამ გადაცემაში ძალიან ბევრი მომენტი გამოიკვეთება ისეთ, რომ თუნდაც ის რომ ვთქვათ, ხშირად არის მცდელობა, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოება დაუპირისპირონ დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და ძალიან ხშირ შემთხვევაში, უმეტეს შემთხვევაში შეიძლება ითქვას, სწორედ ამ სარწმუნოებიდან ამომავალი ბევრი დებულებაა და ფუნდამენტური დებულებებია იმ ადამიანის უფლებების დღევანდელი გაგებით სტანდარტების შემქმნელი, რომელსაც ჩვენ ნახულობთ და ვკითხულობთ ბიბლიაში თუ სახარებაში. ახლა გიასთან მინდა დავსვა კითხვა და სანამ კითხვას დავსვავ, მინდა პატარა ესეთი ექსკურსი გავაკეთო ისტორიული. იმ პერიოდში, როდესაც მე და გელა ვიყავით დისიდენტები და ჩვენი მეგობრები იყვნენ დისიდენტური მოძრაობით დაკავებულნი. იმ პერიოდში დასავლეთში, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო, ესე ვთქვათ, მოდაში ღირებულება, რომელსაც ერქვა სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება და პიროვნების ხელშეუხებლობა. აი ეს იყო ძალიან გაპიარებული და მე ვფიქრობ, რომ ძალიან სწორადაც. და ამან ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. აი ამ მოდა შეიძლება არა სწორი შესატყვისი სიტყვა იმის არის, ისიც თქმაც მე მინდა, მაგრამ ეს იყო აი ამის პოპულარიზაციას ჰქონდა ძალიან დიდი ადგილი დათმობილი იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ ცხოვრობდით საბჭოთა პერიოდში, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებს მართავდა რეიგანი. აი ამ პერიოდში, პერიოდზედაც მე ვსაუბრობ, მაშინ აი ამ მიდგომებმა ძალიან დიდი როლი შეასრულეს იმაშიც, რომ საბჭოთა კავშირის რღვევა და დაშლა მოხდა
აწვდიდა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, დისიდენტებს მისცა ძალიან დიდი სტიმული იმისათვის, რომ ებრძოლათ იმ ღირებულებებისათვის, რასაც გამოხატვის და აზრის თავისუფლება ერქვა. და ეს მართლაც ის ღირებულებაა, რომლისთვისაც მართლაც ღირდა თავგანწირვა. მე აი ამ ტალღამ რაღაცნაირად გადაიარა და დღეს შემოვიდა მოდაში უკვე ევროპაშიც, ნაწილობრივ ამერიკაშიც არა ამ ღირებულებების მხარდაჭერა და აი ამ გზით სვლა, არამედ უმცირესობის უფლებები გახდა უფრო პოპულარული. მაგრამ ესეც მოხდა რაღაცნაირად ჩვენ განსაკუთრებით ჩვენ ქვეყანაში ამისი აღქმა მოხდა ძალიან მახინჯად. ანუ უმცირესობის უფლებები უმრავლესობის უფლებების ხარჯზე. რაც არის აბსოლუტურად არასწორი რამე. არც ერთი ადამიანის უფლება არ შეიძლება ზღუდავდეს მეორე ადამიანის უფლებას. ადამიანის უფლებები ნიშნავს იმას, რომ ერთ ჯგუფსაც და მეორე ჯგუფსაც გააჩნიათ უფლებები და ხელისუფლება და სახელმწიფო არსებობს იმისთვის, რომ მონახოს სწორედ ის ოქროს შუალედი, რომ ერთის უფლებაც იყოს დაცული და მეორეს უფლებაც. როდესაც ჩვენ დემოკრატიულ მართლობაზე ვსაუბრობთ, დემოკრატია გულისხმობს რას, რომ სახელმწიფოში უმრავლესობის უფლებები დაცული არის კანონით. კანონი მორგებულია უმრავლესობის ინტერესებზე. ვინაიდან უმცირესობის უფლებებზე ძალიან მწირია კანონმდებლობა და სწორედ დემოკრატია ამას გულისხმობს, რომ უმრავლესობის მართლობა ქვეყნის ქვაკუთხედი. ამიტომ იქმნება სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები თუ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც სწორედ სახელმწიფოს ხელისუფლებას ეხმარებიან, ესე ვთქვათ, მცირე რიცხოვანი ჯგუფების დასაცავად. მაგრამ ეს არანაირად არ გულისხმობს თავისთავში იმას, რომ ამ მცირე ჯგუფების დაცვამ შეიძლება ხელყოს ის ძირითადი მოსახლეობის, ძირითადი მოქალაქეების უფლებები. დღეს ჩემის აზრით, სწორედ ამას აქვს ადგილი. დღეს ფიქრობენ ეგრეთ წოდებული უფლებადამცველები იქნებიან თუ ჟურნალისტები, რომ უმცირესობის უფლებების დაცვა არის და ნიშნავს ფაქტიურად უმრავლესობის უფლებების ხელყოფას და როდესაც უმრავლესობის უფლება ირღვევა, მაშინ თითქოს ეს არ არის მოდაში, რომ ამაზე ილაპარაკონ ჟურნალისტებმა, ამაზე ილაპარაკონ საზოგადო მოღვაწეებმა, პოლიტიკოსებმა, ყველა იმალება ჭრდილში, ურჩევნიათ თუნდაც მიუღებელი, საზოგადოებისთვის მიუღებელ თემებზე ისაუბრონ, მაგრამ ეს იყოს მოდაში და ეს იყოს პოპულარული. აი ისეთ თემებზე, როგორცაც ჩვენ ახლა ვიძახით, ეს არის უმცირესობის უფლებები. კიდევ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, ეს იქნება ინვალიდების უფლებები, ეს იქნება ქალთა თუ ბავშვთა უფლებები, ეს იქნება სექსუალური უმცირესობების უფლებები თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამათი უფლებები უნდა იყოს დაცული, მაგრამ არანაირად არ შეიძლება ეს მოდიოდეს წინააღმდეგობაში იმ ძირითად უფლებებთან, რომელსაც უმრავლესობის უფლებები ქვია. გვხვდება თუ არა ჩვენ ასეთი პრეცედენტები ყოფით ცხოვრებაში, თქვენ როგორც ადვოკატი გადაყრიხართ თუ არა ასეთ შემთხვევებს და როგორ ფიქრობთ, აი ეს მიდგომები, რომელიც დღეს სახელმწიფოს და ხელისუფლებას გააჩნია, ამ მიმართულებით სუსტია, საშუალო არის თუ საერთოდ უარგისია, არასწორია. აი როგორია ის მიდგომები, როგორი მიდგომებიც დღეს ხელისუფლებას გააჩნია ამ პრობლემისადმი. მოგესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, ჩვენს შესანიშნავ ქალბატონებს უცებ დღევანდელს საუკეთესო სურვილებით. უნებრივია საქმე ეხება ძალიან ფრიად აქტუალურ და სერიოზულ თემას, ადამიანის უფლებათა დაცვის თემას და ამ კონტექსტში უმცირესობის უფლებების დაცვის თემას და ამ საკითხს. უნებრივია ხა იურისტებს ჩვენ ადვოკატებს, რომლებიც პრაქტიკულ საქმიანობას ვეწევით, ძალიან ხშირი შემთხვევები გვაქვს ასეთ პრობლემებთან შეხების და ძირითადად ხშირად ვაწყდებით ამ საკითხის ასე ვთქვათ არაადეკვატურ მიდგომას ამ საკითხებთან დაკავშირებით, ანუ არადაბალანსირებულ პოლიტიკას. ვინაიდან თქვენ სწორად აღნიშნეს და ბატონ გელას საუბარს გავაგრძელებთ თითქმის ამ თემასთან დაკავშირებით, რომ აქ ამ შემთხვევებში ჩვენ გვაქვს მიდგომები აბსოლუტურად არათანმიმდევრული ხშირად და არადაბალანსირებული. ვინაიდან შეუძლებელია ხა დემოკრატიულ ღირებულებებზე ვისაუბროთ, შეუძლებელია დასავლურ ფასეულობებზე ვისაუბროთ და ერთი ადამიანის უფლების დაცვის ხარჯზე დავარღვევთ მეორე ადამიანის უფლება. მით უმეტეს მიუხედავად ეს უმცირესობის ხარჯზე იქნება თუ სხვა კატეგორიის ადამიანების. ჩვენ სწორედ ამასთან დაკავშირებით გვინდა განმარტოთ, რომ სახელმწიფოს მიდგომა უნდა იყოს ნამდვილად თანმიმდევრული. და კანონმდებლობის ჩარჩოებში უნდა ხდებოდეს ეს ურთიერთობები, ვინაიდან თუ
თქვენ სწორად აღნიშნეთ, ერთი ადამიანის უფლების დარღვევაც კი აბსოლუტურად აუფასურებს თუნდაც 100,000 ადამიანის უფლების დაცვას. ხშირი შემთხვევა გვაქვს ჩვენ კანონმდებლობა ამ ნაწილში ჩვენ ბუნებრივია სახელმწიფოში დასახვეცი გვაქვს და უფრო აი ამ კანონმდებლობის საკითხების და აი ამ საკითხებს ძალიან განსაკუთრებით ცუდი ყურადღება ექცეოდა თქვენ მოგახსენებათ გავლილი 9 ავად სახსენებელი 9 წლიან და 10 წლიან პერიოდში სადაც ადამიანის უფლებები არათუ უმცირესობის და უმრავლესობის ზოგადად ადამიანის უფლებები იმდენად დაბალ ხარისხში და იმდენად გათელილი იყო ფეხქვეშ რომ დღეს უკვე ჩვენ გვიწევს ხელახლა აი ამ უფლებებთან ამ უფლებების დარეგულირების და აი ამ დაბალანსირების პოლიტიკის დაცვა ვინაიდან ჩვენ ყველაზე ურთულესი პრობლემა მართლმსაჯულების და სამართლიანი სასამართლოს პრობლემა სადაც ეს პრობლემები უნდა განხილულიყო ადამიანის უფლებების დაცვის. ფაქტობრივად ის 9 წლიანი პერიოდი დაკარგული იქნა სახელმწიფო სივრცეში და დღეს ხელახლა გვიწევს აი ამ უფლებებისათვის ბრძოლა, რომ არ დაზარალდეს არც ერთი მხარის უფლებები დამოუკიდებელი სასამართლოს ხარჯზე და ეს ბუნებრივია ეს პრობლემა, რომელსაც ახლა თქვენ განმარტავთ და ჩვენ საუბრობთ, ეს არის ურთულესი საკითხი და ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებლად უნდა არსებობდეს დაბალანსირებული პოლიტიკა. საზოგადოების კონკრეტული ჯგუფების შორის ურთიერთობების დარეგულირების და საკანონმდებლო ჩარჩოში უნდა მოექცეს ეს ყველაფერი, რომ არ მოხდეს არც ერთი ჯგუფის, არც ერთი საზოგადოების წარმომადგენლის. დიდი მადლობა, მე ხა მატყობინებენ რომ რეკლამის დროა, თქვენ თქვით რომ ერთის მხრივ საკანონმდებლო პრობლემაა ქვეყანაში, მე ვიტყოდი რომ მეორე მხრივ იმ მენტალობის პრობლემაა, რომელიც სწორედ პიარით ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყანაში და აი სწორედ რეკლამის მერე მინდა რომ აი ამ საკითხებზე ვისაუბროთ. ანგელა მოდი გავაგრძელოთ იმ ადგილიდან, სადაც გია გაჩერდა, ანუ სადაც რეკლამამ შეგვაწყვეტინა, რომ ქვეყანაში არსებობს საკანონმდებლო პრობლემა, იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ ეს დაბალანსდეს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არა მარტო საკანონმდებლო პრობლემაა, მთავარი მიზეზი არის იგივე პროპაგანდა, რომელიც დღეს ქვეყანაში არის სამწუხაროდ მედია საშუალებებით. ხშირად ამას ჭიქაში ატეხილ ქარიშხალს უწოდებენ, მაგრამ ეს რომ მხოლოდ ჭიქაში იწყებოდეს და მთავრდებოდეს, კარგი იქნებოდა, ეს სამწუხაროდ გადაეცემა ხოლმე მთელ საზოგადოებას. არსებობს ასეთი მიდგომა, რომ ადამიანის უფლებები და პოლიტიკა ეს არის სხვადასხვა რამ და პოლიტიკა არ არის ადამიანის უფლებები, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის. ყველაზე დიდი პოლიტიკა ეს არის სწორედ ადამიანის უფლებები და ეს არის იარაღი პოლიტიკოსების ხელში. და გააჩნია როგორი პოლიტიკოსების ხელში აღმოჩნდება ეს იარაღი, ანუ როგორი ხელისუფლების ხელში, როგორ გამოიყენებს ამ იარაღს, ცუდად თუ კარგად. და სხვათა შორის ძალიან საშიშიც და მედიაც შედის ამ ხელისუფლების ერთ-ერთ შტოში, მეოთხე ხელისუფლებას ეძახიან მას და მის ხელშიდაც ეს იარაღი ადამიანის უფლებები არის ძალიან საშიში იარაღი. და მას უნდა სწორი და ადეკვატური გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში მან შეიძლება ძალიან ცუდ პროცესებამდე მიგვიყვანოს. ეხლა ალბათ შორს წაგვიყვანს იმის კვლევა, რა იწვევს ქვეყანაში, დესტაბილიზაციებს არის თუ კრიმინოგენულ სიტუაციებს და ასე შემდეგ, ეს ცალკე მსჯელობის თემაა, მაგრამ ისევ ამ უმცირესობის და უმრავლესობის უფლებებს რო დაუბრუნდეთ, მე ვფიქრობ, რომ მედიაც სწოდავს, როდესაც ის ძალიან ხშირ შემთხვევაში არასწორ აქცენტებს და არასწორ განმარტებებს იძლევა იმ თემებზე, რომელშიდაც ის არ არის კომპეტენტური. ანუ ადამიანის უფლებათა მიმართულებით. შენ რას იტყოდი ამასთან დაკავშირებით? აი შენ სწორად ახსენე, რომ პოლიტიკოსებისთვის ადამიანის უფლებები არის საშუალება იმისათვის, რომ მიაღწიონ თავის მიზანს. და მიზანი რა არის პოლიტიკოსების? პოლიტიკოსების მიზანი არის ხელისუფლების მოპოვება და მერე ხელისუფლების შენარჩუნება და ამისათვის იყენებენ ისეთ ფაქის თემას და მნიშვნელობას, როგორც არის ადამიანის უფლებები. აი უფლებადამცველებისთვის და იმ მეოთხე ხელისუფლებისთვის, რომელიც შენახსენე, ანუ ჟურნალისტებისთვის, იდეაში ადამიანის უფლებები უნდა იყოს მიზანი თვითონ. და საშუალება უნდა იყოს აი ის რის საშუალებასაც იძლევა ეს ეთერი, თავიანთი კალამი, მიკროფონი და რის საშუალებაც აქვს რომ მათ საზოგადოებას ელაპარაკონ. ეს უნდა იყოს იდეაში, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენთან უფლებადამცველებიც ძალიან ხშირად და მედიის წარმომადგენლებიც ძალიან ბევრი არიან პოლიტიზირებული და იმ პოლიტიკის ნაწილი ხდებიან ხოლმე, რომელიც ამა თუ იმ პარტიაში ხელისუფლებაში მყოფის თუ ოპოზიციაში მყოფის რუპორებს წარმოადგენენ სამწუხაროდ. ახლა ჩვენ ამას ყოველდღიურად ხედავთ
სხვადასხვა ტელევიზიების თუ მედია საშუალებების მხრიდან და ეს არის ძალიან ცუდი. ეს იმდენად მე ვფიქრობ, არა გაუნათლებლობის და ნაკლები ცოდნის ბრალია ამ სფეროში, რამდენადაც პოლიტიზირების, როგორც უფლებადამცველების, ასევე მედიის წარმომადგენლების მხრიდან და ეს არის ძალიან ცუდი და აი სწორედ უფრო კეთილსინდისიერი მე ასე ამ სიტყვას ვიხმარდი კეთილსინდისიერი უფლებადამცველების თუ მედიის წარმომადგენლების ჟურნალისტების მთავარი მიზანი და ამოცანა არის სწორედ ის რომ აი ის რაც არის მიზანი და არ აქციონ საშუალებად ადამიანის უფლებები დარჩნენ და მიზნად თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში და ეს არის ძალიან ძნელი, იმიტომ რომ ჩვენ ახლა შენ ახსენე რომ მოვდივართ 70-იანი წლებიდან, როდესაც ეს დისიდენტობა იყო ძალიან სახიფათო და ამისთვის ადამიანებს არათუ დევნიდნენ, არამედ აპატიმრებდნენ და აქედან მოყოლებული იწყებოდა ის უფლებადაცვით საქმიანობა, რომელიც ჩვენ გარშემო ხდებოდა ჩვენ მეგობრების ნაცნობებში თუ არანაცნობებში. ეს არია ეთერში და იქნებ მაყურებელს მოусმინოთ და მე ერთად უპასუხოთ ორივე კითხვას. გამარჯობოთ, მაინტერესებს თქვენი აზრი, ან სწორად მოქმედებს თუ არა მეოთხე ხელისუფლება, როგორც თქვენ ახსენეთ, მედია და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ აი სწორი გასაქანი მისცეს მეოთხე ხელისუფლებამ სახელმწიფოს. აი ზუსტად მაგ თემაზე. მადლობა შეკითხვისთვის. ზუსტად მაგ თემაზე ვსაუბრობდი, რომ მედიაც და უფლებადამცველებით სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში არიან პოლიტიზირებული, პოლიტიკის ნაწილი, ან ხელისუფლების რუპორებად არიან ქცეული, ან ოპოზიციის რუპორებად არიან ქცეული და ის მთავარი, რასაც ქვია უფლებადაცვით საქმიანობა და მედიაც არის სწორედ მოწოდებული, იმიტომაც ქვია მათ მეოთხე ხელისუფლება, რომ უფლებების დაცვა უნდა იყოს მათთვის მთავარი პრიორიტეტი და ამ უფლებების დაცვის ჩარჩოებში აკონტროლებდნენ ხელისუფლებას და თუ ისინი გადაცდებიან იმ გარკვეულ ზღვარს, მათ უხეშად რო თქვა, თავში ჩაარტყან და კიდევაც პანგურიც ამოარტყან და გააგდო ხელისუფლებიდან, როგორც ეს მაგალითად მოხდა ნიქსონის შემთხვევაში ამერიკაში, როდესაც ორმა ჟურნალისტმა მოახერხა, რომ პრეზიდენტი გადააყენა. ახლა ამაზე მეტი რაც უნდა მიაღწიოს, ხო? იმიტომ რომ მან ის ზღვარი გადალახა, უფლებები დაარღვია. აი ამისკენ უნდა იყოს მოწოდებული მედია, მაგრამ ეს არ უნდა იქცეს თვითმიზნად და რაღაცეების ჭორიკანობის დონეზე არ უნდა დავიდეს. ეს რეალურ პრესინგში უნდა ამყოფონ და ახლა როდესაც ეს ხდება, ეს ძალიან კარგია, მაგრამ როდესაც იქ კონტექსტებში ჩვენ ვხედავთ, რომ ეს კი არ არის მიზანი. მიზანი არის რომ რაღაცა გამოიგონონ, რაღაცა ჭორებიდან გამოიყვანონ რაღაცა მასალა და ეს ძალიან ცუდად ჩანს. ეს ზედაპირზედებს, ეს ჟურნალისტებს გონიათ ხოლმე და ზოგიერთ უფლებადამცველებს, რომ დიღბავენ ისე, რომ თითქოს მათი მთავარი მიზანი უფლებების დაცვა. არა, ეს ზედაპირზედა საზოგადოება, მე თვითონ ჩვენი საზოგადოება საკმაოდ გათვითცნობიერდა და კარგად ხედავს ხოლმე რა არის ნამდვილი უფლებადამცველი თუ მედიის საქმიანობა, ჭეშმარიტი ჟურნალისტიკა და სად არის ბლეფი და სად არის ის შეფუთული. აი კითხა ჩვენმა მაყურებელმა, რომ რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ იმისათვის, რომ ჟურნალისტები ასე არ იქცეოდნენ და იქცეოდნენ ისე, როგორც უნდა, როგორც მართლაც ჭეშმარიტ ჟურნალისტიკას შეეფერება. ხელისუფლებას ერთადერთი ბერკეტი აქვს, რომ როდესაც ანგაჟირებას აქვს ადგილი, ან მიზანმიმართულ პროპაგანდას აქვს ადგილი, ან უცოდინრობით ხდება გარკვეული შეცდომების ტირაჟირება მედიის საშუალებით, მან ამას უნდა დაუპირისპიროს კვალიფიციური, სწორი და ადეკვატური მიდგომები. მან უნდა უთხრას, ეს იქნება სახელმწიფო არხის საშუალებით, ანუ საზოგადოებრივი არხის საშუალებით თუ პოლიტიკოსებს აქვს ამისი ტრიბუნა პარლამენტში თუ ასე შემდეგ, მათ უნდა გასცენ ადეკვატ, მათ კი არ უნდა შეეშინდეთ მედია საშუალებების, ისინი კი არ უნდა უფრთხოდნენ განსხვავებული აზრის თქმას, ისინი უნდა გამოდიოდნენ და ლაპარაკობდნენ სიმართლეს. ისინი დღეს პოლიტიკოსები მოდასაყოლილები არიან და დამფრთხალები არიან. თუ თქვათ რუსთავი 2-ზე რაღაცა გავიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ იმაზე გადახვევა უკვე არის არამოდური, არა, უნდა გამოხვიდე და უნდა თქვა რა არის სიმართლე. მაგრამ ამისთვის გჭირდება ცოდნა, ამისთვის გჭირდება გამბედაობა და ამისთვის გჭირდება ის, რომ გესმოდეს რა არის შენი ქვეყნის ინტერესებში და უნდა აიღო შენ თავზე ეს პასუხისგებლობა. თქვათ ხალხის მანდატი და ხალხის არჩევანი მხოლოდ და მხოლოდ იმას კი არ ნიშნავს, რომ იჯდე პარლამენტში კონდეს მაღალი ხელფასი და კარგი მანქანა. ეს ნიშნავს, რომ შენ უნდა
გაიზრუნო შენი ქვეყნის მომავალზე და როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს, როგორი რთულიც არ უნდა იყოს იმ ნაბიჯის გადადგმა, ან იმ სიმართლის თქმა, რომელიც იმ მომენტისთვის შეიძლება არაპოპულარულია, შენ სწორედ იმიტომ ხარ ხალხის რჩეული, რომ ეს უნდა გააკეთო. და როდესაც დაინახავს მედია საშუალებები, რომ ქვეყანაში არის ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ძალუც რომ ადგენს და კომპეტენტური პასუხი გასცეს უმეცრებას თუ მიზანმიმართულ პროპაგანდას, მედია საშუალება მოიქცევა ისე, როგორც ის უნდა მოიქცეს თუ არა და სხვა შემთხვევაში ესეთი ტელეკომპანია იქნება თუ ესეთი ჟურნალისტი ჩაიძირება. ამიტომ ხელისუფლებამ ტყუილს და სიცრუეს უნდა დაუპირისპიროს სიმართლე. ეს ზოგადი წესია და მით უმეტეს ხელისუფლებისთვის ეს უნდა იყოს ოქროს წესი, რომ ცრუ პროპაგანდას, არასწორ პროპაგანდას უნდა უპირისპირებდეს კვალიფიციურ მიდგომებს. ხო, არაფერს დაამატებდი. მეც მინდოდა ძალიან მოკლედ, რა თქმა უნდა, ისევ ამ თემასთან დაკავშირებით, მე უსურვებ და მოუწოდებ აი ზუსტად იმ ორგანიზაციებს, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს თუ მედია საშუალებებს, რომლებიც ადამიანის უფლებათა სფეროში არიან, ასე ვთქვათ, ფორმალურად შეჭრილები, ასე დავარქვა და ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობენ, მეც მოუწოდებ მათ, რომ მაქსიმალურად დაბალანსირებული გათვლილი და ძალიან მშვიდი პოლიტიკა აწარმოონ და მემართულა, ვინაიდან ეს ადამიანების უფლების ხარჯზე არ შეიძლება მოხდეს ერთი ჯგუფის უფლების დაცვა მეორის დარღვევის ხარჯზე. მე ეს მინდა მოუწოდო და უსურვო ყველა ამ საშუალო ორგანიზაციებს და მედია საშუალებებს. ძალიან დიდი მადლობა. გელა, სანამ ჩვენ გადავიდოდით ამ ყველაზე მტკივნეულ საკითხებს, რასაც ახლა ვილაპარაკეთ, შენ რაღაცნაირად გული დაგწყდა იმასთან დაკავშირებით, რომ ქალთა უფლებებთან დაკავშირებით პრიორიტეტულად ჩვენ ქალთა უფლებებით არ დავიწყეთ ეს გადაცემა. მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება მიუძღვენი ადამიანის უფლებებს და ყოველ შემთხვევაში ასე ჯერა, რომ ამ სფეროში ვმუშაობდი, ყოველთვის ფიქრობდი, რომ ქალთა უფლებების, ესე ვთქვათ, გამოყოფა ჩვეულებრივად ადამიანის უფლებებზე რაღაცნაირად პოზიტიური დისკრიმინაცია არის ქალებისათვის. მეთქი. ყოველთვის ასე ვფიქრობდი და დღესაც ასე ვფიქრობ, რომ ქალები არიან სწორედ ის ძალა ქვეყანაში და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, მთელ მსოფლიოში, რომელსაც თავისი მეობით აქვს დამკვიდრებული ის ღირსება, ის უფლებები, რომელიც მას არანაკლებ გააჩნია და არანაკლებ დაცვა შეუძლია, ვიდრე მამაკაცებს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ქალები არც თუ ისე სუსტები არიან, მით უმეტეს შენ ქვეყანაში, სადაც შენ ცხოვრობ და რატომღაც მაინც დაგჭირდა შებეჭდილება იმისა, რომ აქ ქალებს განსაკუთრებული დაცვა და უზრუნველობა ჭირდება და მინდა კითხვა, რა მიმართულებით ფიქრობ? ანუ ის რაც დღეს აქციები ჩატარდა, პოლიტიკაში არიან ნაკლებად ქალები და ამიტომ საჭიროა კვოტები, რომ მათი რაოდენობა გაიზარდოს, თუ არასამთავრობო სექტორში არიან ისინი, თუ აი რა პრობლემებს ხედავ ქალთან? მეც გეთანხმები, ჩვენ ამაზე ძალიან ხშირად გვისაუბრია, რომ ამ საკითხში ერთი აზრი გვაქვს, რომ ქალთა უფლებების განსაკუთრებული გამოყოფა და ხაზგასმა მე მგონი მართლაც ეს ქალთა პოზიტიური დისკრიმინაცია უფრო და მეც მიმაჩნია, რომ ქალი ისეთივე ადამიანია, როგორც მამაკაცი და მამაკაცის უფლებები როგორც უნდა იყოს დაცული, ისევე ქალთა უფლებები, თუმცა ბუნებრივად რაღაცები არის ისეთი, რომელიც მამაკაც შეუძლია და ქალს არ შეუძლია და პირიქით ბავშვის გაჩენა კაცს არ შეუძლია, ხო? მაგალითად. აი ზარია ეთერში დიდი ბოდიში გისმენთ? გამარჯობათ. გამარჯობათ, მოგესალმებით. მინდა აღნიშნო, რომ ძალიან მომწონს თქვენი გადაცემა, დღეს პირველად უყურე და დაიწყო და მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე და გისურვოთ წარმატებები. უღრმესი მადლობა ზარისთვის. და ახლა აქედან გამომდინარე, რაც შეეხება იმას, რომ უნდა იყოს თუ არა მაგალითად კვოტები პარტიების არჩევნების დროს არის ასეთი მიდგომაც და არის ასეთი ქვეყნებიც, სადაც პირიქით სკანდინავიის ქვეყნებში, როგორც ამბობენ, ქალები ჭარბობენ კაცებს და ახლა იქ მე მგონი პირიქით კაცების უფლებების დაცვაზეა ლაპარაკი, რომ ცოტა წამოწიონ მათ. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ შენ თქმისა არ იყოს, ქალები არაფრით ჩამორჩებიან მამაკაცებს და მათ არ ჭირდებათ ასეთი ხელოვნური შეღავათები და ხელოვნური ის, რომ თქვათ აჩვენო, რომ აიცი რა, თუ თქვათ არ დავარწესებთ, რომ 5 კაცი და 5 ქალი უნდა იყოს პირველ ათეულში, ასეთ შემთხვევაში ქალები იქ ვერ მოხვდებიან. თუ ვერ მოხვდებიან, ეს ნიშნავს, რომ ამ სფეროში პოლიტიკაში სიტყვაზე შეიძლება ამ ეტაპზე კაცების უფრო ჭარბობენ როგორც ლიდერები და ეს არ უნდა იყოს გასაგებია. სხვა სფეროში, იგივე უფლებადაც სფეროში, მაგალითად, ქალები უფრო ჭარბობენ, თუნდაც ჟურნალისტიკაში. რეალურად ასეა. იქაც რაღაცა კოტირებას ხო არ დავაწესებთ. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ქალებს რა თქმა უნდა პატივი უნდა ვცეთ, რა თქმა უნდა ხაზგასმით უნდა
აღნიშნოთ ხოლმე მათი წარმატებები, პირობებით შეუქმნათ ყველაფრის, მაგრამ ის რომ ხელოვნურად წამოუწიოთ და ხელოვნური კოტირებები შეუქმნათ, მე მაგალითად პირადად ამის წინააღმდეგი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატივისცემ რა თქმა უნდა ქალებს. მე მატყობინებენ რომ სულ წუთნახევარი დაგვრჩა ეთერის დასრულებამდე და მინდა ჩვენი ქართველი ქალების სასახელოდ ვთქვა რომ ყველაზე მეტად როდესაც უჭირდა თუნდაც ჩვენს უახლეს ისტორიაში საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე მეტად როდესაც უჭირდა საქართველოს და დღესაც როდესაც ყველაზე მეტად უჭირს თუ ვინმემ შემოინახა ოჯახები თუნდაც ეკონომიური თვალსაზრისით და გადაარჩინა ფიზიკურად განადგურებას ქართული ოჯახები ეს იყვნენ ქალები და არიან ქალები და მე ვფიქრობ რომ თუ ისინი დღეს პარლამენტში ასე ვთქვათ ფართოდ არ არიან წარმოდგენილი არა იმიტომ რომ მათ ამის უნარი არ აქვს ადამიანს როდესაც იმის უნარი აქვს რომ ოჯახი გადაარჩინოს იმას ქვეყნის გადარჩენის უნარიც ძალიან საკმაოდ აქვს მე ვფიქრობ რომ ქალები გაცილებით უფრო ნაკლებად ამბიციურები არიან ვიდრე მამაკაცები და ისინი უფრო პრაგმატულები არიან და უფრო საქმიანები ეხლა ამითი არ მინდა რომ მამაკაცების როლი დავაკნინო ამ ქვეყანაში მაგრამ ქალები ძალიან კარგად გრძნობენ განსაკუთრებით საქართველოში მათი ადგილი მათი დანიშნულება და მათი როლი სად არის მნიშვნელოვანი და მე ვფიქრობ რომ ისინი იქ არიან სადაც საჭიროა იქ არიან როდესაც ქვეყანას უჭირს იქ არიან როდესაც ოჯახს უჭირს როცა შვილს უჭირს როცა ქმარს უჭირს ყოველთვის არიან იმ ადგილზე სადაც მათი ადგილია თუ ქართველი ქალი ჩათვლის რომ პარლამენტშია მისი ადგილი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იქაც ვნახავთ ჩვენ იმათ იმ რაოდენობით რა რაოდენობით კვოტების გარეშე ყველანაირი კვოტების გარეშე ამიტომ მე მინდა ყველა ქართველ ქალს და ყველა ჩვენ ქართველში გულისხმობ ყველა საქართველოს მოქალაქე ეს ქალს უთხრა რომ იგრძენეთ ეს პრიორიტეტი რომელიც თქვენ გაგაჩნიათ თქვენი ქვეყნის წინაშე თქვენი ოჯახების წინაშე იყავით ამაყები იყავით მამაცები და ისეთი გაბედულები როგორც დღემდე ყოფილხართ მაგას მნიშვნელობა არ აქვს რამდენია პარლამენტში რამდენია ხელისუფლებაში ან საერთოდ რამდენია არასამთავრობო სექტორში მთავარი ის არის რომ თქვენ ახართ დღეს ქვეყნის წარმართველი ძალა ერთ-ერთი წარმართველი ძალა ამაყი ძალა ესე ვთქვათ რომელზედაც დგას ჩვენი ქვეყანა და თუ თქვენ ქართულ ენას დაუფიქრდებით ყველაფერი რაც კი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ყველაფერი არის დედასთან დაკავშირებული დედა ენა დედა ბოძი დედა სამშობლო დედა ქალაქი ყველაფერი არის დედასთან და ქალთან გაიგივებული და ცოტა სირცხვილიც არის საქართველოში რომელსაც ასეთი ტრადიციები აქვს ასეთი ღირებულებები აქვს აქ საღაციდან შემოვიტანოთ და დავნერგოთ ის უფლებები რომელიც ჩვენთვის სისხლხორცეულია ჩვენი გენეტიკურია და ჩვენი ტრადიციულია მე ამის იმედი მაქვს რომ სწორედ აი ეს მენტალობა გადაარჩენს ჩვენ ქვეყანას და ეს მენტალობა დაიცავს ქალსაც თავის უფლებებში და მამაკაცსაც მე მინდა დავემშვიდობო ჩვენ ტელემაყურებლებს მადლობა უთხრა ყველას ვინც დღეს გვისმენდა გადაცემაში და ვინც შემდგომშიდაც დაინტერესდება ჩვენი გადაცემებით და უსურვოთ ყოველივე საუკეთესო ახალგაზრდა მადლობა გადაცემა რომელიც ძალიან ფართოდ შეეხება ყველა იმ პრობლემას რომელიც ჩვენ ქვეყანას ჩვენს ხალხს ჩვენს მოქალაქეებს აწუხებს ყოველ კვირას 20 საათზე ერთი ადამიანის უფლების დარღვევაც კი აბსოლუტურად აუფასურებს თუნდაც 100,000 ადამიანის უფლების დაცვას ტელეკომპანია ქართული არხის პირდაპირ ეთერში როგორ მოვედით ამ დასალურღილებულებებამდე შეუძლია კი საქართველოს დამოუკიდებლად იარსებოს უყურეთ ნანა კაკაბაძის საავტორო გადაცემას გამოხობის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება და ის შეიძლება შეიზღუდოს თუ სამხედრო და ეროვნულ უშიშროებას ჩვენი უფლებები ყოველთვის საზოგადოებაში როლი ერთ-ერთი უპირატესი იყო რა თქმა უნდა ახალგაზრდების